ფაზებს რო შევხედოთ, ხო, როგორ ყალბდება არჩევნები საქართველოში. პირველი ფაზა არის არჩევნებამდე. და თავიდანვანებოდ პროპაგანდას, რომელიც ადამიანს ეუბნება, რომ ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის იდეაზეა აგებული და ევროკავშირის დაფუძნების დღიდან არც ერთი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ომი არ ყოფილა და ატყუებს პროპაგანდა მოქალაქეს და ეუბნება, რომ ევროკავშირისკენ სვლას თუ გავაგრძელებთ, ომი იქნებაო და პროევროპულ ოპოზიციას თუ აირჩევთ, ომი იქნებაო. ამას თავიდანვანებოდ პროპაგანდას უშუალოდ გაყალბების ნაწილზე ვისაუბროთ, ხო? სუსი, რომ აი რაც ახლა ნახეთ, რომ მიდის პირადობებს იღებს, ადამიანებს აშინებს, ზოგს სახში ტოვებს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის არჩევნებამდე, ამას ვეძახი ხოლმე, სტრუქტურული გაყალბების მეთოდები, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებია, რომელსაც არჩევნების დღემდე საზოგადოება დიდად არ ეძახის მაგას გაყალბებას, უმრავლესობა უფრო იმას ეძახის, რომ აი იმ დღეს, იმ დროს ყუთში ხო არ აგდებენ რამეს, აი მაგას. მეორე არის უკვე ეგ ნაწილი, სადაც ვერიფიკაციის აპარატებით და არაკეთილსინდისიერი არაპროფესიონალი საარჩევნო ადმინისტრატორებით, რომელიც კანონს და მოქალაქის თავისუფალი ნების გამოხატვის ინტერესს კი არ ემსახურებიან, რეჟიმის შენარჩუნების ინტერესს ემსახურებიან და შემდგომი ფაზა არის უკვე გასაჩივრების ფაზა, ხო? ანუ სასამართლოს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეხლა მაგალითად, როდესაც ნახეთ, რომ მართლა ჟონავდა და ერთადერთმა მოსამართლემ გაბედა კახეთში ვაგოდეხი იყო, ხო, როგორც მახსოვს. ერთმა მოსამართლემ გაბედა, რომ ეთქვა, რომ კი, ნამდვილად თავისუფალი ნების გამოხატვა იყო შეუძლებელი. რა მოყვა, იცით? ნახეთ? არა, რაცების დროსაც მირეკავდნენ ხოლმეო და მეუნებოდენო, ეს საქმე გასაკეთებელია, მაგრამ უარს ვამბობდიო. თურმე აი მოსამართლე ეგრე იზავთ. მაგრამ ეს ხო დავების ნაწილიც ბოდიში და არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც თუ თქვათ არჩევნების ჩანიშვნის მომენტში ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ყავდეს სრულად დამოუკიდებელი სასამართლო, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, ხო? ეს ხო ერთ დღეში არ ხდება. მაშინ რაღაც ერთი ინსტანცია მაინც უნდა შეიქმნა სპეციალური საარჩევნო დავების განხილვისთვის.